მოდი დავათვალიეროთ და გავიცნოთ ეს ბიჭი. ბაჩო, გამარჯობა. მე მინდა ბაჩო გავიცანი, არის ძალიან კარგი ბიჭი, არის სვანეთიდან და იცი თქვენ სვანები და მეგრელები არიან მეგობრები, ნათესავები და ერთ ქვეყანაში დაიბადნენ და ერთ ქვეყანაში ცხოვრობენ. რამე რო იყოს, ყოველთვის ერთად დადგებიან, რომ გასაყოფი არაფერი არ გვაქვს. ესეთი ურთიერთობა გვაქვს ჩვენ სვანებს. მე მინდა თქვენი ხელით გაკეთებული ნივთი, რომელიც მათეს დარჩება და მე ჩემს შვილიშვილებს ვანახოთ მთელ საქართველოს და ნახევარ მსოფლიოს და ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო. აი რა გააკეთა ბაჩომ. თქვენ წარმოიდგინეთ, ამასაც ხო უნდა ინგა მოფიქრება. ხო შეეძლო რომ რაღაცა სიტყვაზე თქვა ეყიდა მაღაზიაში სუვენირი და მოიტანა. არა თვითონ სვანეთში მუშაობს. აი ამ საქმეზე და არის ამ საქმის პროფესიონალი ყურე. ხეს უნდა მოფერება. ხეს რაღაცნაირი დამუშავება უნდა. ხესთან მუშაობა ადვილი არ არის. 100 ჯერ უფრო რთულია ვიდრე რკინასთან. რკინასთან გამოგივა, ხესთან უნდა სხვანაირი მუღამს როგორც იტყვიან და წარმოიდგინე, ბაჩო მოიფიქრა და წარმოიდგინე, აი რა გააკეთა. აი ეს არის ჩემი გვარის, ჩემი სახელის გერბი, რომელიც ჩემს კაბინეტში დაიკიდება და ალბათ ჩემთვის ბაჩო ეს არის ყველაზე მაგარი საჩუქარი. საჩუქარი არ არის სახლი, მანქანა. ეს ყველაფერი არის იქით. საჩუქარი არის ეს სუვენირიც არ არის, არ ვიცი. შეუფასებელია რა შევარქვა ისიც არ ვიცი, ხო? აი ხისგან დამუშავებული, აი ძვირფასი ხისგან. ხეს აქვს ძირი და იმ ძირისგან გაკეთებულია ჩვენი ემბლემა არის GB უკვე გახდა ბრენდი. ამისთვის ბაჩოს დიდ მადლობას უხდი და აი რა ვფიქრობდი იცით ბიჭებო? რა ვფიქრობდი იცი? ყოველთვის ვფიქრობდი რომ ჩვენ ხო მეგრელები ვართ და ოდითგანვე ინგამ აი ამ მეგრელებს სად იყო მაგიდა, სკამები ესეთი ხო თქვათ? ახლა რო არის და ჩვენ წინაპრებს ქონიათ ესეთი რამე. ჩვენ გვიყვარს ღომი, იმიტომ ამაგრები რო ვართ, ღომი. ჩვენს გიყვარს, იმიტომ ახარ ესეთი რო ხარ, ხო? ესეთი ხარ, ხო? ღომი, ხო? უყურე. ღომი კარგია, მაგრამ ახლა ჩვენ თბილისში ვართ, გაიგეთ ახლა ღომი ტეხავს და გადავედით ელარჯზე. გავიგე? ეს არის